სტარტაპი ისედაც რისკიანი წამოწყება არის, ვინაიდან ეს არის მცირე რესურსებით დაწყებული რაღაც ბიზნეს იდეა, რომელმაც მე ყოფილი უნდა დაიფას. თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, რომ თავისი მომხმარებელი ბუნებრივად იპოვოს და ბუნებრივად მოიპოს. ნეტო მერაში შეიძლება გამოვიყენო ხელოვნური ინტელექტი ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში და უბრალოდ ცხოვრებაში. როგორ ხდება ორგანიზაციაში მათი მოტივაციის გაძლიერება, გამტკიცება და როდის შეიძლება დაკარგოთ თუნდაც სურვილი და ინტერესი იყვნენ ორგანიზაციის და გუნდის წევრები. მომხმარებლის ქცევა დღესდღეობრივ ბიზნეს გარემოში ძალიან საინტერესო ფენომენია და რეგულარულად უთხოვენ ამ საკითხს. ძლიერი და გამორჩეული ბრენდის შექმნა ალბათ ერთ-ერთი მთავარ გასაღებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ გამოწვევებთან გასაკვლავებლად. ეს კურსი დააფიქრებს მონაწილეებს იმაზე, სად არის ის სივრცე, ეს ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირდნენ უფრო პროდუქტიულად. რაც უფრო ყოველი დღე მოდის, სულ რთულია, რომ შეგამჩნიონ და მე მგონია, რომ ეს კურსიც მაგაზე იქნება ორიენტირებული, რომ როგორ არ დარჩე თამაშს გარე და პირიქით როგორ იყო თამაში შეგნი ყველაზე აქტიური მოთამაშე.